მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანი ნომერი 17. ნახატზე გამოსახულია სინათლის სხივის სვლა წყლიდან ჰაერში. ნახატის მონაცემების მიხედვით განსაზღვრეთ წყლის გადატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი და ამასთან გითხრეს, რომ ჰაერის გადატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი 1 სტოლად ჩათვალეთ. კი ბატონო, მოდით ახლა პირველ რიგში გავიხსენოთ გადატეხის კანონი, ცნელის კანონი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს n1 სინუს ალფა ტოლი არის n2 სინუს ბეტასი, სადაც n1 და n2 პირველი და მეორე გარემოს გადატეხის მაჩვენებელი არის, ხოლო ალფა და ბეტა შესაბამისად გაცემის და გადატეხის კუთხეები. და ეხლა დავაკვირდეთ ჩვენს სურათს. ეს იყოს მოდით პირველი გარემო, რადგანაც წყლიდან ჰაერში ვრცელდება, წყლიდან გადადის ჩვენ ეს სინათლის სხივი ჰაერში, ამიტომ მოდი პირველი გარემო იყოს წყალი, ხოლო მეორე გარემო არის ჰაერი და ამასთან ვითხრეს, რომ ჰაერის გადატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი 1 სტოლად ჩათვალეთო, ამიტომ n2 ამ შემთხვევაში ჰაერის გადატეხის მაჩვენებელი 1-ია და ჩვენ გვეკითხებიან პირველი გარემოს გადატეხის მაჩვენებელს. n1 უდრის კითხვის ნიშანს. ეხლა აქედან ჩვენ რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ n1 ტოლი იქნება სინუს ბეტა შეფარდებული სინუს ალფასთან გამრავლებული n2-ზე. მაგრამ ეხლა თუ დავაკვირდებით ნახას, პირობითად აი ეს ერთეული, აი ეს დანაყოფის ფასი იყოს 1 ერთეული, შესაბამისად, ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ნახას, აი პირველ შემთხვევაში, აი ეს სიგრძეები, აი ეს სიგრძე ამ საკუთხედში, აი ეს სიგრძე გამოგდის 3 ერთეული, ხო? ეს არის 3 ერთეული. აი ეს გამოგდის 4 ერთეული სტოლი. აი ეს კუთხე დაცემის კუთხე არის ალფა, შესაბამისად, აი აქ მეორე შემთხვევაში გარდატეხის კუთხე იქნება აი ეს კუთხე, ხო? აი ეს კუთხე არის ბეტა. და ანალოგიურად მეორე შემთხვევაში, როცა ვწეროთ სიგრძეები რა იქნება? მეორე სამკუთხედისთვის ეს იქნება 4 და ეს იქნება 3. პირველ შემთხვევაში ამ საკუთხედში კათეტები 3 და 4-ია და პითაგორას რიცხვებია, შესაბამისად პითაგორას თეორემით ჰიპოტენუზა გამოგდის პირველ შემთხვევაში 5 და მეორე შემთხვევაშიც კათეტები 3 და 4-ია და მეორე შემთხვევაში ამ მეორე სამკუთხედში ეს ჰიპოტენუზაც 5 სტოლი, 5 ერთეული სტოლი გამოგდის. და შესაბამისად ეხლა პირველი სამკუთხედიდან შევხედოთ, პირველი სამკუთხედიდან სინუს ალფა ტოლი იქნება მოპირდაპირე კათეტი შეფარდებულ ჰიპოტენუზასთან. მოპირდაპირე არის 3 შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ესე იგი ეს გამოგდის 3/5, ხოლო მეორე შემთხვევაში სინუს ბეტა ტოლი გამოგდის, ბეტას მოპირდაპირე კათეტი არის 4, ჰიპოტენუზა არის 5, შესაბამისად ეს გამოგდის 4/5 და ეხლა ეს მიღებული შედეგი წავიღოთ და აი ამ ტოლობაში ჩავსვათ. ესე იგი რა გვექნება? ეს უდრის სინუს ბეტა არის 4/5. ეს უნდა გავყოთ სინუს ალფაზე, ან გავამრავლოთ. სინუს ალფა 3/5, ესე იგი გავამრავლოთ 5/3-ზე და კიდე ეს გამრავლებული n2-ზე, რომელიც მოცემულობით 1 სტოლია. ესე იგი ეს კიდე გამრავლდება 1-ზე, ეს 5-ები შეგვეკვეცება და ეს ტოლი გამოგდის 4/3-ის. შესაბამისად, პასუხი რო დავწეროთ, წყლის გადატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი n2 ტოლი ყოფილა, უბრალოდ n1 ტოლი ყოფილა 4/3. ეს კი არის პასუხი D.